კონკრეტული შემთხვევა იყო, მართლა უბედური შემთხვევა საშინელი. ამ დღეებში ნახეთ ეს კადრები. ადრეული პატრულიც ახალი საქმეში შესული იყო. რაღაც მანქანა გადაიცა, რომ რაღაც დანაშაულში იყო რეგისტრირებული, ვიღაცა დაიჭრა, ეს მანქანა გააჩერა პატრულმა. იქ გადმოიყვანა მგზავრები, ამ დროს გაუვარდა იარაღი, როგორც ჩანს კარგად კადრებში, თუ ეს კადრები მართალია და დღეს უკვე დაიწყო პროკურატურა ლაპარაკი, რომ მართალი შეიძლება იყოს. პოლიცია საკმაოდ არაპროფესიონალად იქცეოდა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ იქ იარაღი იყო და ამ თუ ეს კადრები ნათალია. ეს ვისაც გაუვარდა დაისაჯა და რა თქმა უნდა ჩვენად მესმის დედისაც, მამისაც, ამ უბედურების არავის არ უსურვ, მე მამა ვარ 19 წლის შვილზე რომ ასე მოგდება. კატასტროფა. ეს ადამიანი იჯდა, არავის არ შეუწყალებია, მაგრამ მე პოლიტიკურ პარტიებმა გადაწყვეტეს, რომ ამისგან გაკეთებიათ ბევრად მეტი, ვიდრე მოხდა. და თელი ეს წლები იძახდნენ სისხლისმენი მთავრობა, ესეთი და თქვენს რომ ჩვენ ამათი სისხლით მოვიდეთ და უნდა ეხლა დაესაბუთებეთ თუ ამათი სისხლით მოვიდეთ. მაშინ უნდა ვიღაც დაიჭირა და 30 ადამიანი დაიბარეს და თუ ეს კვადრები მართალია, 30 ადამიანს დააჭერეს, როგორც ჩანს, ცრუ ჩვენება. მე 3 თუ 4 მათგანმა გადათქვა და როგორც ის ვინც გადათქვა, იმათ თუ რამდენიც იყო თუ 2 თუ 3, იმათ ისინი დაიჭერეს, რომ დანარჩენებაც არ გადათქვა. აი მოდით. 21 საუკუნის მე არ ვამბობ, რომ ჩვენი პროკურატურა იყო იდეალური ჩვენ დროს. იმიტომ რომ ახლა ზოგი პროკურორი დღესაც მუშაობს ის მაშინ. მაგრამ თქვენ მაინც თუ გაიმეორებთ იმ შეცდომებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კაცო.